წლის აგვისტოს ესპანეთის საპორტო ქალაქ პალოსიდან უცნობი დასავლეთისკენ კურსი აიღო სამმა კარაველამ, რათა აღმოეჩინათ უმოკლესი გზა ევროპიდან ინდოეთისკენ. ამ საზღვაო ექსპედიციას მეთაურობდა ქრისტეფორე კოლუმბი. მოგზაურობა 2 თვესა და 8 დღეს გაგრძელდა. 79 დღეს, როცა 1492 წლის 11 ოქტომბრის ღამე, 12 ოქტომბრის დილამ შეცვალა, კარაველა სანტა-მარიას მორიგემე ზღვაურმა ესპანურ ენაზე დაიღრიალა. ვიცა! დავშვით იარდნები, ნავები წყალზე! შემთხვევისათვის ესპანურად დაიყვირა კომანდორმა. მოულოდნელად მოისმა პასუხი უცხო ენაზე. ბაბღავი! Salud, amigos. Salud. Გამარჯობა, გამარჯობა, ჩემო ბატონო. გამარჯობა. უპასუხეს უცხოელებმა ესპანელებს და თითქოს აქ არაფერიაო, დაწყებული საქმე განაგრძეს. Titli gadebe, კიდე დადევენ ერთმანეთს. მიეცი ბიჭუნას პური. აჰა, დაიჭი. ინდოელები. არა, ბატონო. ეგენი ინდოელები კი არა, ინდიელები გახლავართ. ეს ხომ ინდოეთია? ინდოეთია? არა, გენაცვალე. ეს ამერიკა. ეს ინდოეთია. გადაუგერებელი ყოფილ ხარ შენ აგათო. იქნება პურის სხვას მასწავლო. შენ თვითონ ვინ ხარ? მე ქრისტეფორე კოლუმბი ვარ. თქვენ ვინ ხარ? ჩვენ რაჭველები გახლავართ, ჩემო ბატონო. ეს რომანოზია. ეს მარკოზი. ეს დათუნიკა. გახლავართ ბალანო. მე კიდე თქვენს კარგად მოგეხსენებათ. ბიკენტი გახლავართ, ჩემო ბატონო. 4-ვენი რაჭველები ვართ. რაჭველები? ო, ნიდან შეგა.
კოლუმბი ჩაფიქრდა ღრმად. მერე კი სახე გაუნათდა და წამოიძახა. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში! რაჭა საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხე მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. კავკასიონის ქედსა ჩრდილოეთიდან და სვანეთს, იმერეთს და სამხრეთ ოსეთს შორის დანარჩენი სამი მხრიდან. რაჭა მთიანი ქვეყანაა. ზემო და ქვემო რაჭა. სწორია მეგობრის შენიშვნა. მართლაც რაჭა იყოფა ზემო და ქვემო რაჭად. ზემო რაჭაში მთები უფრო მაღალია, ვიდრე ქვემო რაჭაში. ამაში თქვენს ადვილად დარწმუნდებით თუ ყურადღებით დააკვირდებით რელიეფს. მაყურებელს შეუძლია დარწმუნდეს რაჭის მშვენიერებაში. მთების გარდა აქ ბევრია სუფთა ჰაერი. ჩვენს დროში ეს ხომ სიმდიდრეა. ნახეთ. აქ ბევრია თვალწარმტაცი ხეობები, ტყეები, სწრაფი მდინარეები, ისეთი კამკამა წმინდა წყლით, რომ დაჯერებაც ძნელია. ალპიური მინდვრები, წყაროები, ჩანჩქერები და სამკურნალო მინერალური წყლები. ერთ რამეში არ გამომართლათ მხოლოდ რაჭველებს. აქ ძალიან ცოტაა სახნავი მიწა. რადგან მიწა ცოტაა, რაჭველები ერთადერთნი ქართველთაგან ძველი დროიდან სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე მიემგზავრებოდნენ საშოვარს. ამიტომ იყო, რომ ამერიკაშიც ესპანელებზე ადრე აღმოჩნდნენ და სარწმუნო წყაროების მიხედვით თვით ქრისტეფორე კოლუმბს შოთის პურებით მიეგებდნენ. მათ ეს ისტორიული ფაქტი ფოტოზე აღბეჭდეს და შთამომავლობას შემოუნახეს. რაჭველები პრაქტიკული ხალხია, მაგრამ არც იმდენად, რომ უცხო მხარეს ფეხის მოკიდება შეძლებოდათ, ან და ღმერთმა დაგვიფაროს გამდიდრებული ყვნენ კიდეც. ასე რომ, მათ დიდი ხანია მიატოვეს შორეული ქვეყნები, ცხოვრობენ ახლა საქართველოს დიდ ქალაქებში და მისტირიან რაჭას. თუ წინათ რაჭველები კარგ დურგლებად, ზარეულებად, ხაბაზებად და მტირთავებად ითვლებოდნენ, ახლა მათ შორის იმდენი მეცნიერია, რომ სურვილისამებრ შეიძლება გაიხსნას რაჭის მეცნიერებათა აკადემია. 18 აკადემიკოსი, 72 მეცნიერებათა დოქტორი, 232 კანდიდატი, გეოლოგები, ენათმეცნიერები, ფიზიკოსები, აგრონომები, მათემატიკოსები, ექიმები, მსახიობები, რეჟისორები, ფეხბურთელები, 2 მეხანძრე, და ერთი სასწრაფო დახმარების მძღოლი. თუმცა ავიანები ამბობენ, რომ დედა იმერელი ჰყავსო. ვახუშტი ბატონიშვილი. ნახოთ, რას წერს რაჭველებზე ვახუშტი ბატონიშვილი. მე-18 საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, გეოგრაფი და რუკების შემდგენელი. რაჭა კაცანი ტანოვანი, ხნენი, ბრძოლასა შემართებულნი, ძლიერნი, უსაქციო ქალნი მშვენიერნი, მგცევნი და მეორნენი. გმადლობთ. არა. ნახვამდის. რაჭველები მღერიან. ამ სიმღერას მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით. იქნებ ბოლოს და ბოლოს ფილმის დასასრულამდე გავარკვიოთ, რა დაუბარა რაჭველებს წერეთელმა. გავიდეთ გარეთ.
შეხედეთ. ნამდვილი რაჭველი. ხედავთ როგორ ზის. წყნარად, აუღელებლად, ფიქრიანად. ასე მხოლოდ რაჭველ კაცს შეუძლია, სხვას არ არის. მეგობარო, ბოდიშს გიხდით რომ გაწუხებთ. ხომ ვერ გვეტყვით, რაზე ფიქრობთ? 17. აჰა, გასაგებია. 17. მადლობთ. რა 17? ვერ გავიგე? უნდა ვკითხო. მაპატიეთ, რას ნიშნავს ეს მაგიური რიცხვი 17? ხო ვერ მეტყვით, ეთაყვა. 18. არა! 18. არა, ძმაო, ეს რაჭველი არ იყო, არა! აი ესენი კი ნამდვილი რაჭველები არიან. სიდარბაისლით, სიდინჯით, სიკეთით, პატიოსნებით გამორჩეული ხალხი. საწყენია, მაგრამ იყო დრო, როცა რაჭველებს მოგრძალებით რომ ვთქვათ, დინჯად მოაზროვნე ხალხად თვლიდნენ. მათ უამრავ წყვილს უგურნებდნენ დაახლოებით ასეთი ხასიათისას. ეს მოხდა ძველად, 100, 200, 300 წლის წინათ. აი ამ მოედანზე სიკვდილ მისჯილები გამოიყვანეს. სიცოცხლე შეუნარჩუნებ იმას, ვინც რაჭვას გააცინებს. მეგრელი! ყველაზე თითო ხანწიფავ. აფრიკაში ჩემი ნადირობის ერთი სამაგალითო ისტორია მინდა რომ მოგიყვეთ. თუ შეიძლება. მე ძალიან დიდი მერი მაქვს თქვენ სამართლიანებს. რატომ გინდა ბიჭო ჩემი სიკვდილი მაინდამაინც? ერთი ტყუიად მაინც გეიცინე ბიჭო. შევედით კაში და ხედა. პრაკადი. იმერელი! ჰაი! ჰაპ! ჰაპ! ჰაპ!
გამგაგაცინავ ჩემო მარკოს. მეგრელის მონახულმა ნადირობა. ამ თემაზე თანამედროვე ანეკდოტების ბევრია. აი რამდენიმე მათგანი. სად არის? რასეძებ? რა ჭვილები? მატარებელს. რომელი მატარებელი გინდა? რიონის. ოსი ზუთია, რაც თავიდა მატარებელი, ოსი ზუთია. წასულა. ხედავ ვიგენდი. კიდე კარგი ვირბინეთ, თორემ მთელი საათი დავიგვიანებდით. გადახტებ. 10-მდე დაითვლი. ამას გამოკაჭავ. პარაშუტი გაიხსნება, გაიგე? რა არის აქ გაუგებარი? დაითვლი 10-მდე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გამოკაჩე, გაიხსნა, გაიგე? აბა წავედით. აბა წავედით. ხონგახსო. ერთი. ათი. აბატონო. მარგოზა, არ თუ იცი. მიდი კაცო. აუცი ბიჭო ცოტა ზეით. ადი. მარგოზა, მიდი. კაცერდი ერთი წუთი შეკაცო. მარგოზა, რა იყო? რაღაცა მინდა გითხრა კაცო. დადროს ლაპარაკია შეკაცო. მარგოზა, რატო გაჩერდი? რაღაც მინდოდა მე თქვა. მიდი. ჰე? აუცი. მოიცადა შეკაცო, ერთი წუთი არ შეგიძლია რომ ამის მირო შეკაცო. ადი ზეით და მე ვილაპარაკოთ.
ჩერდები. ამოვედით. დადგი მეშვიდე არ. აღარა გინდოდა გეთქვა, გისმენ ახლა, ვიკენდი. რა სადარბაზო შეგვეშალა ხო იცი? ყველა ანეკდოტი რაჭველებზე აგებულია მათ გულუბრყვილობასა და სიდინჯეზე. ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმებით. დიახ, ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმებით. საწინააღმდეგო მოსაზრების დასამტკიცებლად რაჭველებმა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მარათონულ სირბილში აბიბო სირბილაძის წინააღმდეგ გამოიყვანეს სპორტ საზოგადოება პიშჩევიკის ნაკრების წევრი. პირველი თანრიგის შეფმზარეული აფრასიონ მალაქიასძე რაჭველიშვილი. ჩვენ ვესწრებით საუკუნის ამ სუპერმარათონის სტარტს, რომელიც იწყება აქ ჩვენთან რაჭაში, ქალაქ ონში, მოედანზე, მდინარე რიონზე გადებულ ხიდთან. სტარტზე. მოემზადეთ. ყურადღება. Რაღაც უცდი. ელაი ბილიარდი იღა. ხანა მოფრიანები. არა ჩქარდე. მე მალე გამოვარ. აბა ყვილად წამოვისყეთ ამგვარი რამე. არაა ჩვენი საქმე სირბილში გაჯიბრება. ითომ რატომ არ არის ჩვენი საქმე? არის ჰაგი. უდამ დაფიქროთ ჩქარდე. ვაი. საით გარბიხართ რაჭველებო? მოგდენ კაცე. ვერ ახედავ. რას გარბიხართ თქვენ ამდენი ხართ? ეგენი კი ორნი. ჩვენ გვარა ვიცით რომელიც მოგდებს თუ არა? არავინ იფიქროს რომ რაჭველები შიშმა გააქცია. სულაც არა, გაურკვევლობამ. რომ სწოდოდათ რას ერჩევდნენ დევრები, ან რომელთან ჰქონდათ საქმე. ის ერთი დაელოდებოდა და გაუსწორდებოდა. გავიხსენოთ როგორ მოექცა ყაჩაღებს მარკოზის ბაბუა, ისიც მარკოზი. მაიტა ხურჯინი. მომეცი ხა მაი ხურჯინი გეუბნებიან. მაიტა. აუსი აქედან და კრინტიარსა დაგრათოლე თავს, ძირში მოგაჭრი. ამისმინეთ ჩვენი ჭირიმე. გამეხმარეთ. ასე როგორ გამოვყო თავის სოფელ ქვეყანაში. ერთი ეს ჩოხის კალთა გამოიხრიტეთ წვი.
წყებსაც შევაშინებ და სახშიც თავს გავიმართლებ, შევეწინააღმდეგე ეკეთქვა. მესროლე შენი ჯირი. მესროლე? ერთუნა კიდე მესროლე. მედი შეწარეკე. ახლა აქ იტაბეცე. გაყოფილიყო, დაბალ კატენო უნდა. დიდხან უნდა გატენა. დიდხან დინა აიაბადრე დასგიტე ახლა. რას? აი, ხელი შევირო მეთქი და აი. აი ხომ ხედავთ რომ გამბედაობას ყოფნით რაჭველებს და ეშმაკობაც. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს რეპორტაჟს. შეჯიბრის დაწყებიდან 2 დღე გავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა აფრასიონ რაჭველიშვილი. გადავგრია სიზმრება. გამარჯობა. დავშობით როგორ ახარ? შენ როგორ ახარ? რა შედარბი ვარ და. როგორ წააგავს მისი სირბილის რიტმის სიმღერას, ადრე რომ მოვისმინეთ. დაუგდეთ ყური? მე მგონია რაჭველების მომღერალთა გუნდი ჯერ არ გაჩერებულა. სიმღერის სიტყვები იგივეა. იდუმალი, მრავლის მთქმელი. რამდენიმე სიტყვა საჭმელზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაჭველები საუკეთესო კულინარები, მზარეულები, კონდიტრები და ხაბაზები არიან. ადრე უმაღლესი კლასის ყველა ღირსეული რესტორნის მზარეული რაჭველი უნდა ყოფილიყო. დღესაც მომსახურეობის სფეროს გვარდიას ძველებურად რაჭველები შეადგენენ. საჩივრის წიგნი მომეცი ამ ხანაგო. რა გინდა საჩივრის წიგნი ოქრო? და გუშინ თქვენთან კატლეტი ვჭამე. მე ფული დღესაც გინდა რომ გაიხადო. ეტევი ხადო კი არა ის არ გინდა. კატლეტი ვჭამე და მოვიძამლე. ოდა დღეს საჩივრის წიგნში უნდა ჩავდე რომ მომხმარებელს დამპალხორცს აჭმევთ. შენ თუ ინტრიგანი არ ახარ. ჩვენ კატლეტში ხორცს რა უნდა? ბოდიში. აბა მარგოზა. ერთი ეს მითხარი, რა სიზამ ტყეში დათვირო შეგვ აქედან თუ იქიდან? შენთვის რა მნიშვნელობა? იქიდან. თობს ვესვრი შეგაცო. რომელ თობს?
სანადიროთო ტულკას. თოფი თუ არა გაქვს? ნაჯახ ჩავარ ტყამში თავში. ნაჯახი თუ არ გექნა? ნაჯახით არა მაგა. ფიტალზე წამოვაგე. ფიტალიც თუ არ დაგირჩა? მაშინ ხანჯალ შავცემში გულში. ხანჯალით თუ სახში დაგჭა? სახში დამჩა. არ წამამიღია. არ წამოგიღია. მაშინ გავიქცევი, აღარა ვხნა. როგორ გაასწრო? ხეზე ავძურები. ხე თუ არ არის ახლო მახლო? რა იტყვა ვიჯერინაირი ხე რო არ არის. შენ არ იცი თუ არა არის ასეთი ტყეები, უხეო. გვერა, თქვენ ჩემი ნათესავები ხართ თუ დათვის, კაცო? გამარჯო. დამისხი ერთი ჭიქა ბძე. მჟავე კიტრი. აგე. რომანოზა! ეს რა ვნახე, კაცო? რომანოზა! რა გამერ? ბიჭო, კაცი შემოვიდა ბუფეტში, რძედალია და მჟავე კიტრი არ მიაყოლა. რა საბაროკო, არ დავიჯერე მაგას. მართლაც გაუგონარი შემთხვევაა. მაგრამ უფრო უცნაური ამბებიც ხდება. შეხედეთ? საიდან, როდის, რანაირად მოახერხა აფრასიონმა შვენიერი დესპინეს გაცნობა. გაცნობა კი არა, ცოლად მოყვანა. ხოჩახ აფრასიონ? გილოცავთ. ხოჩახ აფრასიონ, ყოჩახ. თუმცა, სირბილაძეს ჩამორჩა დაახლოებით სად არის ახლა ჩვენი ჩემპიონი? გულში ჩასახუტებელო რანული, ჩემო ხატო, ჩემო სისხლო რანული, აურაფერ გამიჭირდა რანული, უშენობით ქუთაისო რანული, 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 უშენობით ქუთაისო რანული, 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 უშენობით ქუთაისო რანული, შეიძლება დამავიწყდეს რანული, ქუთაისო გეკითხები რანული, ბაგრატი და საფიჩხია რანული, რიონი და თეთრი ქვები რანული, რანული, რანული,
ქუთაისო რადუნი რატომაც არა? ჩემპიონს სრული უფლება აქვს, არა გეგმიური, მაგრამ აქტიური დასვენებისა. რადგან მან აფრასიონს გაუსწრო დაახლოებით Московское время 10 часов. ჩემი საათი რაჭულად ამუშავდა. დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მთებში. გამარჯობა ვიგენი. გამარჯობა. სამუშაოზე რა დაგვიანე რომანოს? ო, აღვიძა რა გამიფუჭდა. რა სამო. აბა. სანდე იგარდა. რაშო? რადე მართა შეგავს? არც დადის და არც რეკავს. აბა. დიდი ხანია. არა. ორი წელი დადი იქნება ასე. მე რაღაც უცდი შეგაცო, ხელოსანს დავუყრე. ეს რაღაცა, სარისკო საქმეა, სულო გამიფუჭოს. ვიგენდი, რომელი საათია თუ გაცხარ? ეხლა აბაგუში. ო, მოიც ერთი. ნახე ერთი თუ გაცხარ. ნახო ერთი. 15 უგლია. აი. გასოგლია 15 ბიჭო. ხო. გასო, პატარა ისარი არა აქვს, რას მიჩერები ხარ? არა. მე რა? შენს პატრონს. მარგოზა. რა დროა ახლა? ახლა დასვენების დროა. ორაც ხელა. რას დღე თუ იცი მარგოზა? 54 შეგვიძლია ვერ ახედა. დააჯექი შენ. ო, მერე მიწას სადაკრე. მიწა ეგერ გამაქვს მდინარის ნაპირზე და იქავოდი. ო, ესა შორს. აბა რა უყო შეგა. რა უყო და აქან ამოთხარე მეორე ორმო. ეს მიწა შიჭაყარე. რა გაგეგვირდა? სასარგებლო და საქმიანი რჩევა. ადამიანები უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. გავუზიაროთ გამოცდილება. რაჭველებს, როგორც სხვა ღირსეულ მამულიშვილებს, უყვართ ახლობლების დახმარება, კეთილი რჩევა დარიგებით. მიშველი ბიჭო, მიშველი. კანტუნიკა ბიჭო, ნუ გაშინია, ჩამოხდი. რომელი ხარ ბიჭო? ვერ გადმოვხდები ბიჭო, ვერა. აი ბიჭო, მიშველი და. აი, ვერ ჩამოხდი. გადმოხდი. ვერა ბიჭო, ვერა. გადმოხდი, დაბანზე. ბიჭო, კიბე მომიტანე, დათურიკა. აი. უიმე კიბე გვერდ მიდე შეგადო. გვეგმოწდება აკა. ვერ ჩამოდის დაბლა ხომ? ვერა. მოიტანე თოგი. ახლა. თოგი? ხო. თოგი. ესროლე მაღლა. რა თუნდა იმას თოგი? მოიცა კაცო შენ. რა მოგივიდა კაცო? აბა როგორ გინდა ჩამოიყვანო დაბლა? ესროლე. ხეზე ნუახო, ხეზე. აი. ხეზე
გამოიხვიე, ხელზე, ხელზე! ვიხო ხელზე, მაგრამ რა გამოვა, აჰა, ნახო. ახლა მაგრად ჩაეწიდე მაგთოქს, მაგრად. შენ კიდე დაკაჩე. მოიცა მარკოზა შეგაძო, მოიცა, მაგრად კი არა მაგ ხელი მოგიდებული, რა გეჩქარა. მოიცა. ერთი. ორი. მოიცა მარკოზა. რას მერჩოდი თქვენ კაი ხალხო, ა? ვერ ვიჯექი ჩემთვის იქანა, ა? რატომ მოიტანე თოგვი? ეს არის ბიჭო ჩამოყვანა. რა ვიცი კაცო ამას წინებზე მურმანა ჩაგვივარდა ჭაში და ამნაირად ამოვათრიეთ თოგით. ჰა? ამ დროს კი აბიბო სირბილაძე ამაყად განაგრძობს თავის ტრიუმფალურ რბოლას. მას ტაშს უკრავენ თითქმის მთელი მსოფლიოს დიდი ქალაქების შვიდობიანი მოქალაქეები. როდი საიდან როგორ? ნუ თუ უკვე 9 თვე გავიდა. დაუჯერებელია. და ეს ყველაფერი მოხდა გაუჩერებლად. აფრასიონსა და დესპინეს ხომ ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ სირბილი. ახლა კი ამ ურთულეს სუპერმარათონში მთელი ოჯახი მონაწილეობს. რაჭველიშვილების სამეული, წავედით. რომლებიც უკვე დიდ ინდუსტრიულ ქალაქებს უახლოვდებიან. ჩამოვიდნენ ერთხელ რაჭველები დიდ ქალაქში ნათესავის დასაფლავებაზე. აბა, საბოშო. წავედით ახლა. წავედ. მოიცა, სად მივდივართ ახლა ჩვენ? რა არიცი რა სიგულისპინ ჩამოხედი კაცო. სადადა საცოდავი მინა გორდეზიანის პანაშვით. დავიდეთ აბა. დავიდეთ მარა. რა მარა შეგა? რა მივდივარ, სალ მივდივარ. მისამართი თუ იცით რომელი? რა, მისამართი არის კაცო. არ ვიცი. არ ვიცი. არავინ არ იცით მისამართი? არ ვიცი. არ ვიცი კაცო. სოფელში ჩვენებს ეწონებათ მისამართი. ამ აღმოჩენამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მართალი არის ეს ბოშვი. მართალია. მაგრამ ჩვენ რა გვიშვედება ახლა? სოფელში გავაგზავნოთ, დეპეშა შევეკითხოთ. გამარჯობა. გამარჯობა. რაჭა. სოფელი ჭიორა. ჯემალ გაგნიძეს. იცი თუ არა უბედური მინა გორდეზიანის მისამართი. შეგვატყობინეთ სასწრაფო. სადგურის მოედნის ფოსტაზე მოკითხვამდე. თანასოფლელთა სახელითა და დავალებით ბიკეთ. წეთი. დაწერილი გაქვს დეპეშა? მაქვს. დრო გადიოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ სცენარეებიც კი ეგუებიან ახალგარემოს. ასიმილაციის დიადი თვისებით ხასიათდებიან ადამიანებიც. რაჭველების ნელ-ნელა გათამავდნენ და რამდენიმე საათის შემდეგ მათ უკვე მოედნის სხვადასხვა კუთხეში ნახავდა კაცი. ფიზია ბიგენ. რომელი ტრანსპორტია ყველა ეს? ტროლეიბუსი.
რატო გაწ? დამული თვასე გარბის ბოშო რო უშვარასის. შეხედე. გაიგე. ვერ მიმასწავლე, რომელი ტროლეიბუსი მიდის საბურთალოზე? მე-12. მადლობთ, ოქრო, მადლობ. არაფერს. მოქალაქე, რას უცდი? ტროლეიბუს. მე-12, 7 უკვე გეიარა. აი რა. გაგრძელ, მოვა. 9. შეღამებულზე როგორც იქნა მოვიდა პასუხი რაჭიდან. მარკოზა. მოვიდა პასუხი სოფლიდან. შენ აღმერთმა. Министерство связи СССР телеграмма куда кому სადგურის ფოსტა მოკითხვამდე ვიკენდი გაგნიძეს. შენი ყოფილა ბიჭო? ჩემი ყოფილა. შეკითხვაზე ვიცი თუ არა განსვენებული მინა გორდეზიანის მისამართი პასუხობთ ვიცი თანასოფლელთა სახელი ჯემალ გაგნიძე. წავიდეთ აბა. წავედ. საით გაგიწევიათ მოკეთეებო? მისამართი თუ იცით? ჯემალ გაგნიძე ვიცის. რაჭაში. სტარტის დღიდან რამდენიმე წელიწადი და 2 თვე გავიდა. უნდა აღვნიშნოთ რაჭველები კარგი მორბენალი ხალხი მატარებლითაც მარჯვედ დადიან. ჩვენ ვიცით მატარებელთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი რაჭველებზე. გამარჯობა ვიჯებო. გამარჯობა. 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 გაუმარჯოს. სალამი გელს. შორს მიბდანდა ერბადანო. მე ქუთაისში პატივცემულო. ჩვენ ზელაში რა გინდა რა მე ძალიან სწორი გზა მაქვს განაცვალა ხარკოვში მივდივარ საქმეზე ეს როგორ გაცა ხედავ შენა ზედათარო ქუთაისში მიდის ქვედა თელავში ეს აგიდება ხარკოვში ხედავ სადამდე წავიდა ტექნიკა აბა თქვენ საით მიდიხართ რომ რაჭაში მარკოს გამარჯობა. ой, ჩემი ცოდიცავსა. ой. გადაგემართა მარკოზა. ზედათარო ვიწექი ბიჭო, რამდენჯერ წამეძინა, იმდენჯერ გადმოვარდი. მერე გაგეცვალა ვინმესთვის ადგილი შეგასო. ვისთვის გამეცვალა არავინ არ იყო მატარებელში და. სასაცილოა რა. მე კი მგონია მარკოზი სწორია.
სხვაგან რომ დაწოლილიყო, ხომ შეიძლება ბილეთი ამ გზავს გაეღვიძებინა. დაფიქრდით? თქვენ იფიქრეთ, მე კი ისევ ჩვენს მარათონელებს დავუბრუნდები. ჩემპიონი კი მიხვება ჩრდილოეთ განედის მე-20 პარალელს. საჰარის ტრამალები. მარათონისტვის ძალზე ძნელი, უმძიმესი პირობები. არც ჩრდილი, არც წყალი. გავიხსენოთ რაჭა. რამდენი წყალია რაჭაში? ნებისმიერი წყალი. მინერალური, წყაროს წყალი, მჟავე წყალი, მდინარის წყალი. ტყუილად კი არ ამბობენ გასაცდელი ჟამს რაჭველი ქალები. რა ვქნა, რა წყალში გადავარდეო. აქ იმდენია წყალი, ისე დიდი არჩევანი. ეს რა არის? რა ხმაურია? აკლემების ქარავანია თუ მარტორქების ჯოგი? ვარ დაიღალეთ. არა, აფრესიო, საყვარელი. ჩემპიონს უჭირს, ჩემპიონს ესმის ავის მაუწყებელი ნაბიჯების ხმა. მაინც ვინ გაიმარჯვებს? ის რაც წინათ იოლად ჩამდა, ახალ სადაოდ იქცა. სირბილაძე თუ აფრასიონი თავისი ოჯახით თუ აფრასიონი თუ სირბილაძე. აქ უკვე ნიძლავი და კამათი შეიძლება. რაჭველებს კი უყვარს კამათი. მათ იციან ნიძლავისა და კამათის ფასი. გამარჯობა რომერო შენი. შეგოს გამომაგე. მოდი, გამოცა რა უთხრათ, ნიძლავზე მე და შენ ერთმანეთს, არ მინდა. რატომ? შენ მომიგები ვიცი. შენი მალე დიჭები თუ მან. დაჯეკ. აბა რა არის? თხაში შებრინდა და შავი იყო. შავი იყო? შავი თუ იყო, გამეჩი იქნებოდა. წარგე. შაშვი იყო. გამეჩი როდის იყო როფერდა კომიშვარა. ხო გითხარი ჯუგო დავაგებ მეთქი არა. ახლა შეთქვი, შენი რიგია წესით? ჩემი. კედელზე 3 ფეხით შევედ და 4-ით გამოვედ. ნეტა რა უნდა იყოს? სამი ფეხით შეხვედი და 4-ით გამოხვედი გაზო? მემგონ. სამი ფეხით შეხვედი 4-ით? კი მაგრამ მე 4 ფეხის დაიდა გაჟედო? საგმეს მაგაშია და 3 ფეხით? ეს ის არის ბიჭო ის. არა ზუგვარ. არა. გასტა თავი. კაია ბაზავაგე. გამოვში. აშე თუმანი. როგორ მითხარი თუ კაცი ხარ? რა არის ეს? ჟერმანეთ, შენ გეკუთვნის. ვერც მე გამევიცანი. როგორ როცა? რა ვარ და 4 ფეხით დროხა კი არა ვარ ზეგალდა. ვაუ! ფინიშამდე 2 კილომეტრი დარჩა. რა შეაფრასიონი საიდუმლოება, როგორ შეზღნო ოჯახის შექმნასთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნება. როგორ გაანაწილა თავისი ძალა ამ სუპერმარათონის განმავლობაში. მასვე მიმართოთ ამ შეკითხვით. ჯერ არ დამთავრებულა. აბა, მომღებით. არ მიკურს პასუხი რომ ვერ მივიღე. წინდა ხედულობა და სიფრთხილით მიდგომა დაკისრებული საქმისადმი ყოველთვის გამოარჩევდა რაჭველ კაცს. ხახახა კი ამოძრა და შეგადა. რომელი სოკოა? ნიღვია. ღმერთების საჭმელი. შენ თუ ჭამე. არა. ხოდა ჯერ შენ გასინჯე. მე ვერ გავდე დავოქროებო. მართალი. რა მართალი კაცო. რა და სოკოა. ჟებო. ჯერ ამას ხوار გავასინჯოთ. მივტანები კენდი სოკო.
საერთოდ ბოშო, ნახე ერთი რამ მოუვა. იქით. ერთ საათს ელოდნენ რაჭველები, ორს. არ ჩანს ბიკენტი. ბოლოს მარკოზმა ამოიოხრა და ერთი მაგი დედაცავადირე, რაც იქნება, იქნება. გეფიცები ასე იყო თქო, ქვერავაშა გათ. საიდან მოიგონებ ხოლმე ახლა მაგაში? თუ საიდან კი არა, ნაჯახი უთხრი შეიბანჯგულიან თავში გათ. ბიკენტი რა არის ძაღლუკა? მოკვდა ძაღლუკა. გამოდის და რა ვქნა. დავიღუპე. არაფერი გამერდა. როგორ დავიღუპე. რა შვები რომანოზა? შენ გინდა რომ მოიწამლო ბიჭო? ვიწამ რატომ უნდა მოვიწამლო? ძაღლუკა რომ მოკვდა? კი, მოკვდა უბედური. მანქანა დაეჯახა. მანქანა? კი. მანქანა? ხო. დაძაბულმა მოლოდინმა აპოგიას მიაღწია, აი საცაა დამთავრდება საუკუნის სუპერმარათონი. დამთავრდება იქ, სადაც დაიწყო ჩვენთან ქალაქ ონში. რა მოუვიდა, რა შვება? როგორ თუ რა ასად? ეს ახლა ნევილოთ დასაშვება. ფინიშამდე 20 მეტრი გადარჩა. დიახ. მთელი ძალები ამოწურა აბიბო. მაგრამ ეს რა ხდება? აჰა, რაჭველი მაინც რაჭველად რჩება. ის არასოდეს კარგავს იუმორის გრძნობა. ათაშორის ეს სასაცილო ისტორიების თავის თავზე მოიგონეს თვითონ რაჭველებმა და არავინ სხვა. დაიმახსოვრეთ თვითონ რაჭველებმა. ესაა ჭეშმარიტი კეთილშობილება. მათ პირველი და მეორე ადგილები გაიყოს. ოქროთსა და ვერცხლისა და ოქროთს. აფრასიონი მოიქცა ისე როგორც ნამდვილ რაჭველ სპორტსმენს შეეფერება. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სუპერმარათონში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება. სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, იმარჯვებს სიყვარული, სიკეთე, მეგობრობა. აი საიდუმლოს ამოხსნაც. აი პასუხი. ჩემთვის ახლა კი ცხადზე ცხადია, რომ წინაპრებმა და მათ შორის წერეთელმაც რაჭველებს დაუბარა იყვნენ კეთილნი, შრომის მოყვარენი, მებრძოლნი, მიზანსწრაფულნი და გონიერნი.
რაც შეეხება სისწრაფეს. ნუ დაუჯერებთ ამ ანეკდოტებს რაჭველებზე. ხომ დარწმუნდით, რომ გამარჯვება მხოლოდ სისწრაფეს არ მოვაქვს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს ხანდახან. ჩვენი ცხოვრება ხომ მარათონია და რა სპრინტი. ახლა კი დროა გითხრათ ერთი ჩვენებური ანდაზა. რაჭველებს დიდხანს რომ უყურო, თვითონაც გარაჭველდებიო. ასე რომ თქვენც, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ცოტათი გარაჭველდით.